კერძმა არ უნდა დაფაროს ღვინო. ხვდებით? არც ღვინომ უნდა გადაფაროს კერძი. ჩვენ რეცეპტორებში ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ რაღაცა ის ჰარმონიას. მე მომწონს ფხალეულთან მაგალითად ესეთი ტიპის ღვინოები. თეთრი აი ახლა ჟავიანობა ცოტა მაღალია აქვს, ცოტა ისეთია თხელი ღვინოა, ხო, კრახუნა? ესეთია რა, სასიამოვნო, იმერული, აი როგორიც ფხალიც, როგორიც აი შეკმაზული ლობიო, აი ყველა კერძი აქ არის საკმაზე ისე კარგად აქვს და ისე დაბალანსებული არის. ეს ღვინოებიც ზუსტად იგივე ბალანსს მოიცავს ჩემთვის. აღმოსავლეთში მაგალითად ეს ქვევრის ღვინოები უფრო სხეულიანი ღვინოებია, ცოტა უფრო დამძიმებული, რაღაცა უფრო ხაშლამა, ხო, რაღაცა ჩაქაფული ასე შემდეგ. ციცკა, ხო? ხო, ციცკა. ფერიც უკვე სხვა აქვს. ქვევრი მაინც თავისაშვება. აქვს ისეთი ტონები, რომელიც შეიძლება რომ რაღაცა უფრო ხურსთან გადავიდეთ ყველთან, გადავიდეთ რაღაცა შებულილი ტონებთანაც კულტურიდან გამომდინარე არის უკვე შერწყმა გაკეთებული. თუ რა არის ახლა ღვინო ჩვენ კულტურაში მით უმეტეს ახლა ქართველებისთვის ღვინო არის რიტუალი, ღვინო არის სადგილძელო, ღვინო არის გამოხატვა. ჩვენ მიწაზე შეიქმნა ღვინო და სამყაროს ესეთი საუკეთესო პროდუქტი აჩუქეს, რა ვიცი ახლა ამაზე მაგარი რა უნდა გაკეთებულიყო მთელ სამყაროში, ხო? ღვინო, ღვინის მომყვანს, გაუმარჯოს საქართველოს.